გამარჯობა. მოკლედ ეს მთელი სამათი რიტორიკა რომ აბა სადნახეთ ქალი, ესენი ქალები არიან, ესენი ქაჯები არიან და ასე შემდეგ ემსახურება ერთ რაღაცას. აი როგორც ფაშისტები იმდროინდელ ებრაელებზე ლაპარაკობდნენ და ამბობდნენ რომ ესენი ადამიანები არ არიან და შეიძლება მათი დახოცვა, ზუსტად ასეთ რიტორიკას მიაწვნენ, მოდი ასე ვთქვათ, ეს მართლა ფაშისტები, რომ ნაკლები სინდისის ქეჯნით მოახდინონ შემდეგ პროტესტანტების ცემა, დასისხლიანება და არ გამოურიცხავ მოკვლაც კი. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, სადაც სპეციალურად მსხვერპლს ისე მოიხსენიებენ, რომ ნუ გეშინიათ, მიდი კაცო დახოცეთ, ეგენი ადამიანები არ არიან. არა, ეგენი ხო ხალხი არ არიან. სადნახეთ ქალი, აბა რომელია მანდ ქალი და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ ვიდრე გონია, რადგან საქმე გვაქვს ნამდვილ ფაშიზმთან. თუ ჩემი არ გჯერათ, არსებობს უმბერტო ეკოს მარადიული ფაშიზმი და იქ არის 14 მახასიათებელი ფაშიზმის 14 მახასიათებელი. აი, გადახედეთ იმას და ყველაფერი ნათელი გახდება. ილოცავთ. დიქტატურა არა, ნამდვილი ფაშიზმი ჩამოყალიბდა საქართველოში.